ალმებით ჯერჯერობით მეგობრებო, ტაროს კუთხარის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. და დალაგებული მაქვს უკვე ვისან რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. პირველი ვარიანტი, შეგიძლიათ ტურმალინი აირჩიოთ, მეორე ვარიანტი ლაბრადორიტი, მესამე ვარიანტი ლავა. დაგუჭეთ თვალები. დაფიქრდით, რომელი ვარიანტისკენაც წავა მეტი ყურადღება ან ციფრები ტრიალებს თქვენს გონებაში, პირველი, მეორე, მესამე ის არის თქვენი, ხო? რასთან ვის უნდა მიაქციოთ ყურადღება? რაც შეეხება წმენდებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში დაიდება კავშირები. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია ტურმალინი თქვენ შემთხვევაში. აქ ყურადღება ზუსტად ვახსენე წმენდები და აი ესეთ რაღაცებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ბევრს გჭირდებათ ეს. ბევრთან უბრალოდ შესაძლებელი ენერგიას, თქვენი ენერგია სად მიედინება, რაში, როგორ. მაგას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ძალიან თავი არ გადაიღალოთ, შეიძლება ისეც იყოს. შეეცადეთ, რომ უფრო აღდგენითი მედიტაციები შეასრულოთ, ან კიდევ როგორ არის იცით, ცოტა დაბალანსებულად ხო გაითვალისწინოთ თქვენი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, ნაყოფიერებამდე მიდიხართ და სიუხვემდე მიდიხართ, წარმატებამდე მიდიხართ, ძალიან კარგი წინსვლა გექნებათ ამ ყველაფრის მერე, შემდეგ. უბრალოდ აქ არის ის მომენტი, რომ უნდა აი ეს თქვენი ენერგია, ასე ვთქვათ, გადაანაწილოთ. თუნდაც ის მომენტები, ვისთან როგორი ხარჯებით ენერგეტიკულად, ძირითადად აქცენტი მაქვს ენერგიაზე პირველ ვარიანტთან. მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია ლაბრადორიტი, ამ შემთხვევაში რას ან ვის უნდა მიაქციოთ ყურადღება? თქვენს ინტუიციას ჩემოკარგებო, აქ პირდაპირ გეტყოდით, რომ თქვენს სიზმრებს შეიძლება ინტუიციას რაღაც შინაგან ხმა შესაძლებელია რამე ინფორმაცია გაიგოთ კიდევ და აი ამ ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება. შესაძლებელია თუნდაც ორი სიტყვით რეპლიკა გესროლოთ ვიღაცამ, ხო? ყური მოკრათ მოდი გზაში, რაღაც გაიგონოთ და ეს იყოს ყურადსაღები, გასათვალისწინებელი. ამიტომ ესეთ რაღაცებს მიაქციეთ თქვენ ყურადღება. მეორე ვარიანტთან ეს იყო. მესამე ვარიანტი, ვისან რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? მესამე ვარიანტთან მესამე ვარიანტი უფრო გეტყოდით, რომ იყავით ობიექტური. ყველას და ყველაფრის მიმართ ამ მოკლე პერიოდში, რა თქმა უნდა. იყავით ობიექტური. გადაწყვიტავთ ვინმეს დავუშვათ საქმეს, საკითხს, თუნდაც დახმარება იყოს, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ხშირად არის ის ვარიანტი, მესამესთან შესაძლებელია, შეგეცოდათ ვიღაცა რაღაცა და აი საკუთარ თავზე რომ მიღებთ ამ ყველაფერს, ესეთ რაღაცებს მიაქციეთ ყურადღება, ეს ამას ნუ გააკეთებთ. ყოველთვის არ არის კარგი ამ ენერგიების გაცემა, ხო? ვის და სად ეხმარებით თუ როგორადაც არის. უფრო ნახეთ, სწორად შეაფასეთ, სანამ შეაფასებთ, კარგად გაანალიზეთ. ესეთი მინიშნებები არის მესამე ვარიანტთან. დღესთვის სულ ეს იყო, მეტი ინფორმაციისთვის უნდა მომწეროთ 5938889 WhatsApp-ზე ან 5938887 დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ, მე ვარ ნინო გენაცვალე. ნინო. კილაძეს ანგარიშზე ირიცხება თანხები და ტაროს კუთხე, არავით არის სხვა გვერდი მე არა მაქვს. მაქვს მხოლოდ ეს გვერდი.